ჩვენ კვლავ ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასობით მოქალაქე კვლავ რჩება საპროტესტო აქციაზე რუსთაველის გამზირზე და გამზირი ამ დროისათვის ისევ არის გადაკეტილი. ჩვენ დღესაც ისევე როგორც გასული 19 დღის განმავლობაში ვესაუბრეთ აქციის რამდენიმე მონაწილეს, მე და ჩემი კოლეგები ფაქტობრივად ასობით ადამიანს ვესაუბრებთ ამ 20 დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაიწყო პროტესტი და ყველა მათგანს მიაჩნია, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არის საფრთხეში და მათი მოთხოვნა არის საპარლამენტო არჩევნების ხელახალი ჩატარება სამართლიან პირობებში. შემდეგ უკვე როცა საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ჩვენ ვნახეთ, რომ უშუალოდ საპროტესტო აქციების დაშლის დროს დაკავებების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაცია და ასევე სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ მათზე მიმდინარეობდა სისტემატიური ძალადობა დაკავებების შემდეგაც და ფაქტობრივად წამებას გაუთანაბრეს ამ ადამიანების მიმართ მოპყრობა. 300-ზე მეტი ადამიანი, 400-ზე მეტი ადამიანია ამ დროისთვის დაკავებული, როგორც ვიცით და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშიდან ასევე ვიგებთ, რომ არც ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი ამ დროისთვის არ არის არც დაკავებული და არც ერთი მათ მიერ არ არის აღძრული არც ერთი სისხლის სამართლის საქმე. სწორედ ეს არის აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და რომ ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. ჩვენ ვესაუბრეთ ასევე რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებს და შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარები. ეს 20 დღე არის რეალურად რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მართლა ბრძოლა და ეს შეიძლება არ დამთავრდეს 20 დღე და მე რაც მიხარია ხალხს აქვს ძალიან კარგად გააზრებული, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან ნიშნულოვანი ბრძოლა, ერთ-ერთი ბოლო ბრძოლა, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ ჩვენ ამ ბრძოლას ვაგებთ, ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს ქვეყანა დავკარგოთ. მე აქ ვდგევარ ჩემ სტუდენტებთან ერთად, რეალურად მე ვარ ჩემი სტუდენტების ზურგი და ვფიქრობ, რომ თავის პირველ რიგში ლექტორმა სტუდენტებს უნდა ასწავლოს თავისუფლება და თავისუფლებისთვის 20 დღე არა, 20 თვე ვიდგებით თუ საჭირო იქნება, მთავარია ვიყოთ მედგრად, არ გადაუხვეთ იმ მთავარ ღირებულებებს, რასაც გვასწავლიდა თუნდაც ილია ჭავჭავაძე. დღეს მსვლელობა გქონდა ილიას უნივერსიტეტიდან პროფესორებს და სტუდენტებს ერთად და მჯერა რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ და უპირველეს ყოვლისა რა შეიცვალა. თავიდან თუ ძალას იყენებდა ჩვენი ხელისუფლება, მე მჯერა რომ ვიყურებენ, ხედავენ და მიხვდნენ საბოლოოდ, რომ დრო არის რომ თვითონ გადმოვიდნენ დიალოგზე, მოგვისმინონ რა გვინდა, იმიტომ რომ ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით. ხასობით მოქალაქე კვლავ რჩება რუსთაველის გამზირზე, როგორც ითხარით, შეიძლება ითქვას, რომ უკვე სრულდება დღევანდელი საპროტესტო აქცია და ეროვნულ ჯორჯიას მაყურებლებს უკვე ხვალიდან ექნება შესაძლებლობა, რომ ნახოს თუ რა ვითარება იქნება რუსთაველის გამზირზე.